ხმაური დაპირისპირება და მასობრივი გათავისუფლებები. გორის მერიაში 50-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურის გარეშე ყოველგვარი განმარტებების გარეშე დარჩა. ყოფილი თანამშრომლები მერიის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციას პირად ანგარიშწორებას უწოდებენ და ყვებიან, რომ საკვალიფიკაციო საბუთების წარდგენის შემდეგ საკუთარი შტატები გაუქმებული დახვდათ. პროცესს მხარი საკრებულომაც დაუჭირა, რასაც სიტყვერი შელაპარაკება მოყვა. დეტალებით ლადო ბიჭაშვილი უერთდება ფორმულას ეთერს. საკადრო ცვლილებებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ხმაური და დაპირისპირება მოყვა მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში მივიდა და მან მოსთხოვა პასუხი თუ რატომ დაუჭირეს მერის მიერ წარდგენილ საკადრო ცვლილებებს მხარი საკრებულოს წარმომადგენლებმა, რაზეც პასუხის გაცემა მარლენ ადირაძეს გაუჭირდა. მთლიან ჯამში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების შედეგად 50-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. რეორგანიზაციას ბიუჯეტის ოპტიმიზაციით ხსნიან როგორც მერი, ისე საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა როგორც გათავისუფლებული კადრები, ასევე ოპოზიცია ამბობს, რომ ამას კავშირი არ აქვს არც ბიუჯეტის თანხების დაზოგვასთან და ამ შემთხვევაში გარკვეულ ანგარიშ პირად და პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობენ. საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება არის საჯარო. თქვენ არ გეგონოთ, რომ ხალხ ხელშეუხლებელი. თქვენ უნდა დაგეცვათ სამართლიანობა და ელემენტად უნდა გეკითხათ, ვიცი რა ხდება, იქ ვის უშვებ, იქ ვის უშვებ. შენ დაიდე ჩემი შვილი ცოდვა და შენც და ბატონ კოტესაც ეგ მოგეკითხებათ, იცოდე თქვენ. ამის მერე თქვენ ხართ ძალიან დიდი მტერი გოში, რომელსაც შენზე უკეთესი რეპუტაციაც აქვს და კოტეზე უკეთესი რეპუტაციაც აქვს და შენ არიცი ამ ხელაკაცი ხარ, რომ სპორტის განყოფილებას აქვს. ძალიან კარგად ვიცი და რო ვიცი, მაგას გელაპარაკები. რა თქვი? მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთლიანად სპორტულ ქალაქში გაეუქმებინათ სპორტის განყოფილება. ამას წინ უძღოდა ჩემი მამხილებელი წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ, რომელმაც მერიის ბიუჯეტი, საკუთარი სამსახურის ბიუჯეტი გამოიყენა წიგნის დასაბეჭდად. ამაზე არ იყო რეაგირება და როგორც ჩანს, რა ვიცი მე ხელს ვერავის ვერ დავედებ, მაგრამ რაღაცა ამბისთვის დაჭირდა მთლიანად სპორტულ ქალაქში, ქალაქს, რომელსაც 3 ოლიმპიური ჩემპიონი ყავს და ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონები, სპორტის განყოფილების გაუქმება. მერს არანაირი პასუხი არ აქვს, რაღაცა ზოგადი პასუხები ჩემოიფარგლა, რომ რაღაცა, ხო მართლა ვიზეც არის მამხილებელი წერილი, ის დანიშნა კურატორად. ანუ მე ხვდები, რომ რაღაცა არ არის აქ სუფთად საქმე გაკეთებული მისი მხრიდან. მე მივმართავ საგამოძიებო სამსახურებს, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის მერიაში არამიზნობრივად თანხების განკარგვაზე. ჯამში რეორგანიზაცია რო დასრულდება, მთლიანობაში მე მოგახსენებთ საბოლოო შედეგი, რაც მივიღებთ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გათავისუფლებული თანამშრომლები რამდენი იქნებიან. ამ ეტაპისთვის, ამ დღევანდელ სხდომამდე, რაც ჰქონდა ცვლილება, 54 ადამიანი შტატი მცირდებოდა და შესაბამისად წლიური საბიუჯეტო ხარჯები 1,100,000-მდე იქნებოდა დაზოგილი და არის დაზოგილი. რეორგანიზაცია შტატების ოპტიმიზაციას ეხება, ეფექტურ მართვას. წლებია ნაციონალური მოძრაობა ვამბობთ, რომ სერიოზული რეფორმაა ჩასატარებელი საჯარო უწყებებში, თუმცა გორის მერისგან ამ ეტაპზე რაც დავინახეთ, ამას ობიექტურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის პირველი მიადგა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ მერიაში შემორჩენილები და გამოირჩეოდნენ საკუთარი კომპეტენციით და გარკვეული გამოცდილებით. ჩვენ რა თქმა უნდა და არც საზოგადოებას სამართლიანობის მოლოდინი არ გვაქვს, ისევე როგორც წინა მერების შემთხვევაში, რეორგანიზაციის ეს ეტაპიც ჩაივლის აბსოლუტურად სუბიექტურად მერის პირადი გარემოცვის გაძლიერების მიზნით და კადრების შესაბამისი გადარჩევით. არ არის გამორიცხული, რომ თია კეჩხუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წინააღმდეგ დავა სასამართლოში გააგრძელოს, როგორც გითხარით, მთლიან ჯამში რეორგანიზაციის შედეგად 50-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. რეორგანიზაცია შეეხოთ როგორც მერიის სამსახურებს, ასევე შეეხოთ მერის წარმომადგენლებს. ქალაქის მასშტაბით მერის წარმომადგენელი იყო 10, თუმცა ეს შტატი 5-მდე შემცირდა. აქაც ლოგიკის პოვნა უჭირთ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გათავისუფლებულ კადრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე კომენტარს აკეთებენ და ამ ყველაფერს ბიუჯეტის ოპტიმიზაციით ხსნიან.